მდინარე ტისა, რომელიც დუნაის ყველაზე დიდი შენაკადია, სიმშვიდით არ გამოირჩევა. კლიმატის ცვლილების გამო ამ შენაკადის აუზში, რომელიც 5 ქვეყანას მოიცავს, წყალდიდობაც გახშირდა და გვალვაც. ამ ქვეყნებიდან ორმა, უნგრეთმა და სერბეთმა, გადაწყვიტა ერთმანეთს გაუზიარონ მონაცემები და ითანამშრომლონ, რათა უკეთ მართონ სტიქიური მოვლენები. ჩვენი მიზანია ინტეგრირებული წყლის მართვის პლატფორმის, ასე ვთქვათ, ციფრული სივრცის შექმნა და განვითარება, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყნის ექსპერტები, ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიმღები პირები შეძლებენ მონაცემთა გაცვლას, რისკების პროგნოზირებასა და საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელ მოქმედებას. სერბეთში ჩატარებული მდინარის გაწმენდის სამუშაოები ევროპული რეგიონთა შორისი პროექტის ადაპტისას ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია. ამ პროექტის მოხალისე მონაწილეს მილიანს არ დავიწყებია 2006 წლის წყალდიდობა, როცა მდინარე ტისამ ნაპირები გადალახა და მისი ძველი სახლი დაანგრია, რომლის აღდგენაც მილიანმა საბედნიეროდ ისევ შეძლო. სახლი წყალმა დატბორა, წყლის ზემოთ 6 სანტიმეტრზე მხოლოდ სახურავი მოჩანდა. ქალაქ ბეჩეის მხარეს რომ გავიხედეთ, მდინარე ზღვასავით გაშლილი იყო. მდინარის კალაპოტი მთლიანად გაქრა. კვლევრები სწავლობენ მდინარის წყალს როგორც ნაპირზე, ისე კალაპოტის ცენტრში. ისინი პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მინი ლაბორატორიის დახმარებით იკვლევენ წყლის ხარისხს, მასში წყალბადის მაჩვენებლის, ფტალატებისა და პესტიციდების დონეს. ჩვენ წყლის მართვის პლატფორმის ფარგლებში ვიღებთ წყლის ნიმუშებსა და ნარჩენებს, ვატარებთ ანალიზს. შევხედავთ, რამდენად გაამართლებს ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული მოდელი, რათა მომავალში წყალდიდობის რაც შეიძლება ზუსტი პროგნოზი გავაკეთოთ. პროექტ ადაპტისას მთლიანი ბიუჯეტი 1.400.000 ევროა, რომლის 85% ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკამ დააფინანსა. ამ პროექტის ფარგლებში შეგროვებულ მონაცემებს უნგრეთის ქალაქ სეგეთში მდებარე წყლის მართვის სააგენტო ამუშავებს, სადაც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, რათა შექმნან ჰიდროლოგიური მოდელები და ინტეგრირებული პლატფორმა. თუკი 2006 წლის წყალდიდობის დროს ტისის დონემ 10 მეტრით აიწია, ეხლა პირიქით მდინარე გვალვამ დააშრო. Superó los 10 metros, ahora lo que les preocupa es la sequía. ჩვენ სადაც ვართ ახლა, ეს ხიდი ისევ ძველებურად დგას, მაგრამ ახლა მდინარის წყლის დონე 100 სანტიმეტრია, მაშინ როცა ადრე 1000 სანტიმეტრი იყო. დღეს გვალვის პრობლემა ძალიან გვაწუხებს.